თბილისის ანძა, რომ ეიფელზე ბევრად უფრო ლამაზია, ეს ხომ იცით? ასევე უნდა იცოდეთ და უпроსტად იცით, დღისით და ღამით თბილისი რომ ულამაზესია და ამაში ვერავინ შეგვეკამათება. თუმცა, ღამით ჩვენი დედაქალაქი სხვა მაგიას იძენს და ამ განუმეორებელ ხიბლს დიდწილად განათებები ქმნის. ისტორიული ძეგლები, ძველი თბილისის უძველესი უბნები, საოცარი ხედები, ახალი პარკები, სკვერები, თანამედროვე არქიტექტურა, ყველაფერი განათებულია, რის უკანაც პროფესიონალთა გუნდის უდიდესი შრომა დევს. თასროლებიც კი 24 საათიან რეჟიმში მორიგეობენ, რომ თუ სადმე ერთი ნათურა მაინც ჩაქრება, ოპერატიულად გამოიცვალოს. დიდ შრომას წევს თბილ სერვის ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელია სინათლით სავსე ქალაქზე, მათ შორის გვირაბების, ტურისტული ადგილების, მიწისქვეშა გადასასვლელებისა და საფეხმავლო ბილიკების განათებაზე. როგორ ნათდება თბილისი? ექსკლუზიურად ხატია იობიძის რეპორტაჟიდან გაიქეთ. რეტრო და თანამედროვე განათებები თბილისის იერსახის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის გარდა ქმნის ღამის ქალაქის სტრუქტურას და განსაზღვრავს თანამედროვე თბილისის ვიზუალურ ხასიათს. ხაზს უსვამს არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებს და ქმნის ტურისტული მიზიდულობის ცენტრებს. ხატრულ-დეკორატიული მინათება ჩვენი ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი უჭირავს. პირველ რიგში ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა თვითონ ისტორიას, როგორი უნდა იყოს განათება, რა უნდა იყოს გამოკვეთილი არქიტექტურულად და რაზე უნდა გაჩერდეს ყველაზე მეტად სანათი წერტილების მიმართულება. განათებული ქუჩების, ხიდების, ისტორიული შენობებისა და ძეგლების უკან კი რთული საინჟინრო გათვლების შრომატევადი სამუშაოები და ამ საქმის პროფესიონალები დგანან თბილ სერვის ჯგუფის გუნდიდან. შებინდებისას ქალაქი ღამის რეჟიმზე გადადის. განათების სტანდარტი არსებობს 11 კატეგორია ქუჩების, რა სტანდარტით, რა სიმკვეთრის და როგორი გაშლის დიაპაზონი უნდა ჰქონდეს განათებას. გარდა ამისა, დადგენილია ფერების, როგორი ტიპის განათება უნდა თბილი, ცივი და ასე შემდეგ, როგორი უნდა იყოს განათების თვითონ მახასიათებლები. თუმცა, რაც შეეხება ხატრულ-დეკორატიულ მინათებას, აქ შეიძლება ფერადიც იყოს, ან ცვლადი იყოს. ღამის თბილისსა და განათებებზე საუბრისას ერთ-ერთი პირველი, რაც გახსენდება, ფუნიკულიორი და თბილისის ანძა, რომელიც ქალაქის თითქმის ყველა უბნიდან ჩანს და ღამის ქალაქს განუმეორებელს ხდის. და ბუნებრივია, რომ მრავალპროფილური დატვირთვის მქონე ანძის განათება მარტივი პროცესი არ არის. ანძა სადაც ვერ ვიდის, მოკლედ ჩვენ ვეხმარებით სამშობლოს. იმედის კვირის მაყურებელს აქვს შესაძლებლობა ნახოს ამ შრომატევადი პროცესის საზოგადოებისთვის უცნობი მხარე, რომელიც წარმოუდგენელია გამოცდილი ალპინისტების გარეშე. გურამ სალია ახლა ემზადება იმისთვის, რომ თითქმის 275 მეტრიან ანძაზე განათებები დაამაგროს, თუმცა მის მოვალეობაში მხოლოდ ეს არ შედის. თავიდან არის, რა თქმა უნდა, მონტაჟი სანათების და შემდეგ დროთა განმავლობაში, როცა ფუჭდება, იწვება, მეხი ხვდება ან რაღაცის სხვადასხვა მიზეზების გამო არინთება ეს სანათები, ჩვენ გვიწევს ამის გამოცვლა და თქვათ დაკვირვება მუდმივი, რომ რაღაცა არ ქვია ჩაქრეს და ქალაქი რო იყო განათებული. ალპინისტი მრავალწლიანი გამოცდილებით კოლეგებთან ერთად ზრუნავს დედაქალაქის თითოეული სავიზიტო ბარათის განათებაზე, ყველგან, სადაც ალპინისტის დახმარება აუცილებელია. თბილისის ანძის განათებას ვიზუალურთან ერთად ხშირად სპეციალური დატვირთვაც აქვს. მაგალითად, როცა განსაკუთრებული მოვლენების აღსანიშნავად საქართველოს ან სხვა ქვეყნების დროშის ფერებში ნათდება. იმართება მობილური ტელეფონის და შესაბამისი პროგრამების საშუალებით, სხვადასხვა ქვეყნის დროშების, სხვადასხვა ფერების ან ვიზუალიზაციის მიღება, რომელიც თანამეგობრობის ფარგლებში, რასაც ხდება მიღება, რაიმე დღესასწაულის აღნიშვნა, სხვადასხვა ქვეყნების საპატივცემლოდ ინთება. ჩემი ქალაქია, ჩემი ქალაქი მიყვარს ძალიან და როცა ლამაზი არის დღისით თუ ღამით, მაგ მიხარია და მაბედნიერებს. პირველ რიგში რომ ვამაყობ ჩემი ქალაქი.
დიმიტრი სულაძე 20 წელზე მეტია თბილსერვის ჯგუფის თანამშრომელია და კოლეგებთან ერთად ზრუნავს დედაქალაქის განათების სისტემების გამართულ მუშაობაზე. დაზიანების შემთხვევაში პრობლემა უმოკლეს ვადებში რომ აღმოფხვრან მუშაობენ მაშინაც კი, როდესაც მათი სამუშაო საათები არ არის. უბრალოდ რომ შეიმნობდეთ და შევამჩნიოთ საქმის კურსში ვაყენებთ უფროს და თანამშრომლებს რომ აი ეს არის დაზიანებული თუ პირადად აი ხა ახლოს ვარ იმასთან და მე მიხერხდება სხვაზე შეკეთება შემიძლია იმ წუთასვე ყოფილა რომ შემიკეთებია და არც შემდეგ განვთხილებია რომ ესეთი მდგომარეობა იყო. ხშირად ხდება რომ ავტოსაბჭოს შემთხვევის შედეგად ბოძი არის დაზიანებული და შეიძლება ეს იყოს საშიში. ამიტომ ადგილობრივად ხდება სადისპეჩეროდან მათი გათიშვა, უსაფრთხოების დონის მინიჭება, ხოლო შემდეგ სასწრაფოდ გადაეცემა შესაბამის რაიონს, იმიტომ რომ ყველა რაიონს ყავს თავისი ტექნიკა, თავისი საავარიო ჯგუფები, დღის და ღამის რეჟიმში მომუშავე ბრიგადები და ისინი მუდამ აკონტროლებენ თავიანთ რაიონს, როგორც შემოვლების, ასევე სადისპეჩერო საშუალებას. და როცა ჩვენ დედაქალაქის ხედებით ვტკბებით, თბილსერვის ჯგუფის შესაბამისი სამსახური 24 საათიან დაკვირვებას აწარმოებს, რომ განათების სისტემებმა გამართულად იმუშაოს, რადგან მათ მხოლოდ ესთეტიკური დატვირთვა არ აქვთ. 125,000 წერტილი არის იმისთვის ყოველთვის მზად, რომ დედაქალაქის მოსახლეობა შეუქმნას უსაფრთხოება და კომფორტი. დღის საათებშიც კი, როდესაც არ არის სიბნელე, არის ეს წერტილები, როგორც არის გვირაბები და ზეგამტარები, სადაც აუცილებელია ყველა ნატურა იყოს წყობში და ქალაქი იყოს განათებული. გარდა ამისა, რომ ესთეტიკური მხარე აქვს, გარე განათებას უსაფრთხოების ნაწილში ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ თუ გზები, ქუჩები, გვირაბები არ იქნება განათებული, თავისთავად იქ უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული. როგორც ფეხით მოსიარულეთაც, ასევე ავტომობილებსაც. სწორედ ასე უფრთხილდება და უვლის თბილსერვის ჯგუფი დედაქალაქის მერიასთან ერთად თბილისს, რომ ქალაქი დღისითაც და ღამითაც თბილისელებისთვის და დედაქალაქის სტუმრებისთვისაც უსაფრთხო და კიდევ უფრო მიმზიდველი იყოს.